რომ განქორწინების სტატისტიკის მაჩვენებელი საქართველოში კვლავ მაღალია და თავისთავად შვილებთან დაკავშირებული დავებიც ხშირია, განსაკუთრებული უთანხმოების საგანია შვილების რჩენასთან დაკავშირებული მოვალეობები. ჩვენ არაერთხელ მოგვიწოდებია ინფორმაცია ჩვენი მაყურებლისთვის ალიმენტთან დაკავშირებულ საკითხებზე, მაგრამ დღეს პასუხს გავცემთ ისევ შეკითხვებს, რომელზეც აქამდე არ გვისაუბრია. მაგალითად, როგორ უნდა მოხდეს ალიმენტის დაკისრება და აღსრულება თუ პირი თავს არიდებს მის გადახდას, ან მალავს შემოსავლებს, შესაძლებელია თუ არა ალიმენტის გადაუხდელობის გამო ციხეშიც კი მოხდეს ადამიანი, როგორ მოვიქცეთ თუ ალიმენტის გადამხდელი სხვას უფორმებს ქონებას, რომ ალიმენტს თავი აარიდოს, ან საერთოდ საზღვარგარეთ იმყოფება. ამ და ალიმენტთან დაკავშირებულ სხვა ძალიან საინტერესო თემებსა და საკანონმდებლო სიახლეებზე ინფორმაციას მივიღებთ ახლა ჩვენი თანაწამყვანისგან, იურისტი და სამართლის ასოცირებული პროფესორი თამარ კერძაია გვიერთდება როგორც ყოველთვის, ყოველ ორ შაბათს. თამარ, დილა მშვიდობისა. მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად და დავიწყოთ პრინციპში ეს ის თემებია, რომელიც გამუდმებით აწუხებთ ადამიანებს, სამწუხაროდ. და ამიტომ არსებობთ თქვენ ამ დარგის სპეციალისტები, რომ მისცეთ შესაბამისი რჩევები ჩვენს ტელემაყურებელს, რომ ისინი იყვნენ მაქსიმალურად ინფორმირებულნი და შემდეგ ადვილად და მარტივად გაართვან თავი ამ გამოწვევებს, რასაც აწყდებიან ხოლმე. პირველ რიგში განმარტოთ, როგორ უნდა მოვითხოვოთ ალიმენტი, მათ შორის თუ მშობელს არ აქვს ადვოკატის აყვანის საშუალება, მოკლედ ასე ვთქვათ. მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, წარმატებულ სამუშაო კვირას ვისურვებ. საინტერესო ჭრილში დასვით ზურა შეკითხვა, ალიმენტს როდესაც ითხოვს მშობელი, ისედაც დიდი ალბათობით ფინანსურად ვთქვათ გარკვეულ სიდუხჭირეს განიცდის. აქ გვაქვს კარგი ამბავი ნამდვილად ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, ზოგადად საალიმენტო დავა, ზოგადად სასამართლო პროცესთან დაკავშირებული დავა მინიმუმ 2 ხარჯთან არის დაკავშირებული. ეს არის სასამართლო ხარჯები, ანუ ბავშვს რომ ვეძახით და ასე შემდეგ, და ადვოკატის ხარჯები, რომელიც ასევე საკმაოდ სოლიდურია. კარგი ამბავი ალიმენტის შემთხვევაში გვაქვს ის, რომ სასამართლო ხარჯებიდანაც გათავისუფლებულია ალიმენტის მომთხოვნი პირი, მოსარჩელე და ადვოკატის ხარჯებიც უზრუნველყოფილია საბედნიეროდ ჩვენი საქართველოში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ უზრუნველყოფილია უფასო ადვოკატი არასრულყოფილი ბავშვისთვის. კი, კერძოდ იურიდიული დახმარების სამსახური არსებობს, მისი წარმომადგენლობები არის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მაგრამ მე პირველ რიგში რა თქმა უნდა ურჩევ მშობელს, რომელსაც ალიმენტის მოთხოვნის სურვილი აქვს, რომ სატელეფონო კონსულტაცია გაიაროს პირველ რიგში, გახლავთ უფასო და არა მხოლოდ იურიდიული მომსახურება გახლავთ უფასო, არამედ მთელი სასამართლო პროცესის წარმოება არის ფინანსურად უზრუნველყოფილი. უფრო მეცაც გეტყვით, უკვე სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზეც თვითონ საახსრებლო ბავშვს არ იხდის ალიმენტის მომთხოვნი პირი, კრედიტორი ამ შემთხვევაში და შესაბამისად, ასე ვთქვათ, რაც შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ფინანსური ხარჯების კუთხით ალიმენტის მოთხოვნის შემთხვევაში პირი ფაქტობრივად გათავისუფლებულია და უზრუნველყოფილია მისთვის შესაბამისი იურიდიული მომსახურება. ძალიან კარგი. და რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მშობელს არ აქვს სამსახური, არ აქვს შემოსავალი, ანუ ოფიციალურად არ ერიცხება თანხა ან განიცდი. ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა დავაკისროთ მშობელს ალიმენტი? მოგახსენებთ, აქ გვაქვს გარკვეული პრობლემური საკითხები, რომელსაც პრაქტიკაში ვაწყდებით. პირველ რიგში უნდა ვთქვათ ის, რომ აქვს პირს სამსახური თუ არა, მშობელი ვალდებული არჩინოს მისი არასრულწლოვანი შვილი. ეს ვალდებულება მას წარმოეშვება იმ მომენტიდან, როდესაც უკვე ბავშვი დაიბადება. შესაბამისად, იმის და მიუხედავად სამსახური აქვს თუ არა, სასამართლო მას მაინც აკისრებს ალიმენტს, მაგრამ რასაკვირველია, თუ კი სამსახური არა აქვს პირს, დაკისრებული ალიმენტის ოდენობაც შესაბამისად გარკვეულწილად მინიმალურია. თუმცა ეს მხოლოდ ამაზე არ არის დამოკიდებული, ეს ბავშვის საჭიროებებზეც არის დამოკიდებული, ხო ბავშვს საჭიროება აქვს, იქ სკოლის ხარჯებია, თქვა სხვადასხვა წრეებზე დადის ბავშვი, ჯანმრთელობა, ზაფხულში დასვენება, ზამთარში დასვენება, თქვა რაღაცა კურორტთან დაკავშირებული ხარჯები, ჩაცმა, დახურვა და ასე შემდეგ. ეხლა რაც შეეხება მეორე შემთხვევას, როდესაც პირს შესაძლოა აქვს სამსახური, მაგრამ ან არ ჩანს ეს სამსახური, ან ოფიციალურად არ არის, ასეთი შემთხვევები ხშირია. გვაქვს ისეთი შემთხვევა, როდესაც პირი ნამდვილად მუშაობს, მაგრამ არ არის საგადასახადო ორგანოში გაფორმებული და თქვათ ხელზე იღებს
დიახ, ხელზე იღებს, ესე რომ ვთქვათ, ამ ანაზღაურებას. არის ასეთი შემთხვევებიც გვაქვს პრაქტიკაში, მეგობრებო, და ეს არ არის ცოტა ასეთი შემთხვევა, როდესაც მამე, რა თქმა უნდა, ალიმენტი შეგვიძლია მამასაც დავაკისროთ და დედასაც, მაგრამ პრაქტიკაში ძირითადად მაინც ჯერჯერობით მამებზე დაკისრების თემაა წამოსული უფრო აქტიურად და არის შემთხვევა, როდესაც მამა მიცის, რომ შესაძლოა დაეკისროს ალიმენტი, მორიგებულია, ესე რომ ვთქვათ, დამსაქმებელთან, რომ მას კი არ ერიცხება ხელფასი. შეიძლება სხვა თანამშრომელს ერიცხებოდეს, პირობითად, აი ზურას ხელფასი რომ ერიცხებოდეს მარიამს პირობითად და მარიამი შემდეგ აძლევდეს ზურას ხელზე. ასეთ შემთხვევებსაც შევხვდით. დიახ. ეხლა აქ რომ გითხრათ, რომ ყველაფერი მოწესრიგებულია და ისი არის გამართული, თქვათ, ჩვენი სისტემა, რომ მოხდება ამის იდენტიფიკაცია და ყველა შემთხვევაში დადგინდება, თქვათ, მამას არის თუ არა დასაქმებული არაფორმალურად, ეს ასე არ გახლავთ. საკმაოდ პრობლემურია ეს საკითხი. ანუ როგორც უკვე ვთქვით, დასაქმება ჩანს თუ არ ჩანს, ალიმენტი მაინც დაეკისრება, მაგრამ პირობითად თუ პირს აქვს ახლა 5,000 ლარიანი ხელფასი და ეს არ ჩანს, რა თქმა უნდა, მას მინიმალური ოდენობით დაეკისრება ალიმენტი. ეხლა აქ ერთი ესეთი რჩევაც მივცემდი მოგზალებულ რჩევას ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს მაყურებლებს. მეგობრებო, ნახეთ, კანონს ყოველთვის აქვს გარკვეული გამოსავლები და ჭკვიანური მიდგომა ხანდახან უფრო სწრაფი გადაწყვეტილების ისიც არის, ხო, ვიდრე რაღაც. ნახეთ რა ხდება. დამსაქმებელთანაც შეუძლია ალიმენტის მომთხოვნ პირს გარკვეული კომუნიკაცია. აი, კერძოდ რა კომუნიკაცია, ნახეთ, დამსაქმებლის ინტერესი ხომ არ არის ალიმენტს გადაიხდეს თუ არ გადაიხდეს, ეს იგი მოლაპარაკებულია თავის თანამშრომელთან, ხო? შეიძლება ალიმენტის გამოსვლა არ არის მოლაპარაკებული, უბრალოდ არაფორმალურად არის გაფორმებული, ანუ გაუფორმებელი, ასე ვთქვათ. ნახეთ რა ხდება, არის ორი ორგანო, რომელსაც ყველაზე ძალიან ეშინიას ნებისმიერ ორგანიზაციას, ნებისმიერ დამსაქმებელს. ახლა ეშინია რას გულისხმობ? თუ კანონდარღვევას აკეთებს, ამ ორი ორგანოსი უნდა ეშინოდეს, ხო, ლოგიკურია. რატომ? იმიტომ რომ ძალიან სოლიდური ჯარიმებია გათვალისწინებული. კერძოდ, პირველი ეს არის საგადასახადო ორგანო და მეორე ეს გახლავთ შრომის ინსპექცია. თუ პირი არ არის ოფიციალურად გაფორმებული და ის მუშაობს, ამ შემთხვევაში ალიმენტის მომთხოვნ პირს სულ მინიმუმ შეუძლია უბრალოდ დარეკოს, ან მივიდეს დამსაქმებელთან, თუ იცის, თქვათ, მაგალითად, შობლის დამსაქმებელი ვინ არის და უთხრას, რომ მე ვიცი, რომ თქვენთან მუშაობს ალიმენტ ვალდებული პირი, თქვენ არაფორმებთ ამას, კერძოდ არ ღვევთ საგადასახადო კოდექსს, არ ღვევთ შრომის კოდექსს და ორი ორგანო არის უფლებამოსილი, რომ თქვენ დაგაჯარიმოთ. ხო, ანუ საგადასახადო კუთხითაც დაჯარიმდება და შრომის ინსპექციაც დააჯარიმებს. ეხლა ეს რა თქმა უნდა გარანტია არ არის, რომ დამსაქმებელია მეორე დღესვე გააფორმოს ხელშეკრულებას, მაგრამ საკმაოდ ძლიერი ბერკეტია, იმიტომ რომ დამსაქმებელი აღმოჩნდება უხერხულ მდგომარეობაში, იმიტომ რომ ეტყვის იმ დასაქმებულსაც, რომ ვერ გავითვალისწინებ, თქვათ, შენს თხოვნას არაფორმალურ დასაქმებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ აგერ ეს ადამიანი მეუბნება, რომ თუ შენ არ გააფორმებ სათანადოდ ჩვენს თანამშრომელს, მე პირობითად საგადასახადო ორგანოსაც მივმართავ და შრომის ინსპექციასაც მივმართავ. უხერხულშიც აღმოჩნდება და ფინანსური ზარალი წინაშე. ფინანსურად, რა თქმა უნდა, ფინანსურად დიდი ზარალი, ამიტომ ახლა ალიმენტში კი არ გვიწერია ეს ახლა სამოქალაქო კოდექსში, რომ ასე, მაგრამ ანუ გარკვეული რაციონალური, ლოგიკური ქმედება რეალურად. გარკვეულ ლოგიკურობაში შეიძლება რომ ჩაჯდეს და შეგვიძლია აქედან რეალური პრაქტიკული შედეგი მივიღოთ. მიუხედავად იმისა, ოფიციალურ ქორწინებაში ვიმყოფებით თუ არა, მაინც შეგვიძლია რომ მოვთხოვოთ ალიმენტი, ხო? ესე იგი, ალიმენტთან დაკავშირებით არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ბავშვი დაბადებული არის ოფიციალურ ქორწინებაში თუ არაოფიციალურ ქორწინებაში. ალიმენტთან დაკავშირებით, როდესაც მშობელს თხოვთ შვილთან დაკავშირებულ ალიმენტს, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. თავარია მამობა იყოს დადგენილი და შესაბამისად სამოქალაქო რეესტრში იყოს მამად მითითებული კონკრეტული პირი. ეს სრულიად საკმარისია. თამარ, ამ წუთებში ჩვენ მოგწერეს მოკლეტექსტური შეტყობინება, ისეთი რაღაც აინტერესებს ჩვენს ტელემაყურებელს დილომშვიდობისას, სამ ბავშვზე 300 ლარი ალიმენტი მიღებულია თუ არა, როცა მამას აქვს შემოსავალი და მალავს, რა უნდა ვქნათო? აი ფაქტობრივად იმ კითხვას ნახეთ, აი წინა კითხვას ეხმაურება და ეს აი ახლა ჩანს რომ ეს არის ძალიან გავრცელებული პრობლემა.
მოდით ახლა გარდა იმისა, რაც ვისაუბრეთ, ახლა სამ ბავშვზე 300 ლარი, ალბათ სწორედ იმიტომ აქვს დაკისრებული, რომ არ ჩანს სამსახური, იმიტომ რომ ფაქტობრივად ახლა მინიმალური კი არ არის დადგენილი ესე, მაგრამ სასამართლო პრაქტიკის მიხედვით ფაქტობრივად 100 ლარის დაკისრება ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც პირს ფაქტიურად შემოსავლები არ უჩანს თითქოს. ესე იგი, ნახეთ, პირველი რაც უკვე ვთქვით, მაყურებელს მიმართავ, რომ გაითვალისწინოს და არ დაეზაროს, წავიდეს დამსაქმებელთან, სადაც მან იცის, რომ დასაქმებულია თავისი შვილების მამა. მეორე, ნახეთ, მეგობრებო, ჩვენ გვაქვს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც და მნიშვნელოვანია, რომ ამ ალიმენტის ვალდებულ პირს განემარტოს ამის შესახებაც. კერძოდ, ხოლმე მესმის, რომ არავის ინტერესი არ არის, შეიძლება მშობლის ციხეში დაჭერა, რა თქმა უნდა, სულ ვერ გადაიხდის ალიმენტს, მაგრამ თუნდაც ის, რომ მშობელმა მეორე მშობელს უთხრას იმის შესახებ, რომ თუ შენ თავს აარიდებ ბავშვებისთვის იმოდენობით ალიმენტის ჩარიცხვას, რაც აუცილებელია მათი სრულყოფილი და ასე ვთქვათ, სრულფასოვანი ცხოვრებისთვის, არის გათვალისწინებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და სწორედ მაშინ არის ეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გათვალისწინებული, როდესაც არიდებს პირი თავს ალიმენტის გადახდას. თამარ, აქ საინტერესოა, აი სამ ბავშვზე მაგალითად ეს 300 ლარი, რამდენად გონივრული თანხა, როგორ ითვლება ზოგადად? კარგი კითხვაა, დიახ. ნახეთ, ეხლა რადგან არ ვიცით კონკრეტული მაყურებლის ფაქტობრივი გარემოებები, უნდა ვივარაუდოთ, რომ რადგან სამ ბავშვზე 300 ლარია დაკისრებული, ფაქტობრივად ამ მამას დააკისრეს ალბათ, როგორც პრაქტიკაში გავრცელებულია, ან ძალიან მინიმალური შემოსავალი უფიქსირდებოდა, ან საერთოდ არ უფიქსირდებოდა, იმიტომ რომ როგორც წესი 100 ლარი არის ხოლმე გარკვეული მინიმუმი. ნუ ყოფილა პრაქტიკაში, ვთქვათ 80-იც, მაგრამ აი ეს არის ფაქტიურად მინიმუმი. როგორც წესი თუ პირს უფიქსირდება შემოსავალი, იქ უფრო მაღალი გვაქვს 300-400 ლარი და ასე. რაზეა დამოკიდებული? პირველი, რა თქმა უნდა, ბავშვის საჭიროება. და აქ ყველა მშობელს ურჩევ, რომ როდესაც მიმართავენ სასამართლოს და ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, რომ ადვოკატი აქ უფასოდ არის უზრუნველყოფილი, მაგალითად იურიდიული მომსახურების, იურიდიული სამსახურის მიერ, აქ გაითვალისწინონ, რომ უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებები წარდგენილი. მაგალითად, ინგლისურზე დადის ბავშვი. იმ ჩარიცხვის ქვით არის თუნდაც, მათემატიკაზე დადის, სპორტზე დადის და ასე შემდეგ დადის, მტკიცებულებები რა ჭირდება ბავშვს. მეორე, რამდენი აქვს შემოსავალი ორივე მშობელს. თქვათ, ბავშვს ჭირდება თვეში პირობითად რაღაც 600 ლარი. აქ გამოიწვება რამდენი აქვს შემოსავალი ერთ მშობელს, რამდენი აქვს შემოსავალი მეორე მშობელს. არ არის აუცილებელი თანაბრად განაწილდეს. შეიძლება მეტი დაეკისროს იმას, რომელიც არ ცხოვრობს ბავშვთან, ესეც არის პრაქტიკაში. შეიძლება იმ მშობელს, რომელთანაც ცხოვრობს, ბავშვი საერთოდ არ აქვს საშუალება, რომ იმუშაოს. აი, რას ურჩევდით კონკრეტულ ადამიანს, რომელმაც მოგწერა? ამ კონკრეტულ ადამიანს ურჩევდი, რადგან უკვე დაკისრებული აქვს ალიმენტი, პირველი მივიდეს დამსაქმებელთან ან დაუკავშირდეს და უთხრას, რომ საგადასახადო ორგანოსთან და შრომის ინსპექციასთან მას ექმნება პრობლემები, ვინაიდან კანონს პირდაპირ არ ღვევს და თუ კი არ გამოასწორებს ამ უკანონო ქმედებას, მაშინ მოხდება მისი დაჯარიმება. მეორე, ნახეთ, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. იცოდეს ამ ადამიანმა, რომ თუ თქვათ, აი ხვალდაზე, თქვათ, გააფორმეს ეს პირი პირობითად, გაითვალისწინეს ამ ქალბატონის, თქვათ, რჩევა, ასე დავარქვათ, ხო? ნებისმიერ დროს შეუძლია მას მოითხოვოს ალიმენტის გაზრდა. ნებისმიერ დროს შეგვიძლია ალიმენტის გაზრდის კიდევ ერთი კითხვა აქ, კითხვა მაქვს, გთხოვთ, იქნებ დამეხმაროთ, გავშორდი მეუღლეს, მყავს 3 არასრულწლოვანი შვილი, ჩემმა ყოფილმა მეუღლემ დედამისე გადააფორმა სახლიც და მიწის ნაკვეთიც, რომ ალიმენტი არ გადაგვიხადოს, რა შეიძლება გაკეთდეს. ალბათ ეს პრობლემაც არაერთ ჩვენს მოქალაქეს აწუხებს და ამიტომ საინტერესო იქნება ამაზე აქცენტის გაკეთება. ხშირად ხდება, როდესაც აღსრულების ეტაპზე, ანუ როდესაც მშობელი, ესე იგი, თავს არიდებს ალიმენტის გადახდას აღსრულების ეტაპზე, ხდება ისე, რომ მშობელი თავის ქონებას უფორმებს სხვა ოჯახის წევრებს, რომ თავი აირიდოს, ესე რომ ვთქვათ, ალიმენტის იძულებით გადახდებინების. ეხლა აქ ცოტა რთული პროცედურაა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ადვოკატით შეგვიძლია უფასო მომსახურება მივიღოთ იურიდიული და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენი არასრულწლოვანი შვილების გათვალისწინებით, ჩვენ გვაქვს საკანონმდებლო დონეზე ერთი ასეთი ბერკეტი, მეგობრებო. ეს გადაფორმება კანონის მიხედვით ითვლება თვალთმაქცურ გარიგებად. დიახ.
ანუ ეს უძრავი ქონება, თქვათ სახლი, იმიტომ კი არ გაუფორმა დედას, რომ მართლა ჩუქება სურდა, ან ძმას, იმიტომ რომ ჩუქება სურდა, ან მიყიდვა სურდა, ან არამედ ამ გაფორმების მიზანი, ანუ ამ ნასყიდობის თუ ჩუქების მიზანი გახლდათ ალიმენტის გადახდისგან თავის არიძება. ეს მტკიცებადი არის, თუ მიუდგებით ამ საკითხიანურად, ეს არის მტკიცებადი და ამ შემთხვევაში მეც ურჩევდი მშობელს, რომ არ ჩამოყაროს ეს ფარხმალი არ დაყაროს, არამედ მოითხოვოს ამ გარიგების ბათიოლი ცნობა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დაიდო, რომ ესე იგი ალიმენტის გადახდისგან თავი აერიდეთ. თან გასათვალისწინებელია ისიც, რომ ალიმენტის მოთხოვნის პარალელურად, როგორც დასაწყისში ვთქვით, ჩვენ ადვოკატის მოსახურება არის უფასო. აუცილებლად არის თავისუფალი ადამიანი შესაბამისად ძალიან თუმცა ბევრი საკითხია, რომელზეც საუბარი კვლავ ვერ შევძლებთ, შემდეგ გამომდინარე დღეს ვეღარ მოვასწრებთ, მაგრამ